ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა. აი დადგათ, რომ ჩვენი ყველაზე ვრცელი 10 საათიანი გამოშვებისაც. თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართულ მაყურებლებსა და ფანებს არაერთი საშუალება მიეცათ თავიანთი დამოკიდებულება გამოეხატათ რუსული ესტრადის ძველი თუ ახალი წარმომადგენლებისადმი. როგორც ჩანს, საქართველოში რუსული კულტურის სიყვარულს ძალიან ღრმა ფესვები ჰქონია, რაზეც გადაჭედილი კლუბები და საკონცერტო დარბაზებიც მოწმობს. ესეთი სიყვარულის გამოხატულება იყო Beatles Club-ში, სადაც იური შევჩუკმა თავისი 46 დაბადების დღე აღნიშნა. საღამოშვიდობის ეთერშია ინფორმატორი, რა თქმა უნდა, და ჩვენ ახლა მოვედით Beatles Club-ში, სადაც აღნიშნავს თავის დაბადების დღეს ჯგუფ DDT-ს ლიდერი იური შევჩუკი. აი ესეც ხდება ხოლმე. მოკლედ წავედით, ნახოთ რა ხდება. დღეს შევჩუკის დაბადების დღე მე ბედნიერი ვარ, რომ Beatles კლუბში აღენიშნება ეს დღე. იქნება ვაკის პარკი თავისი სიმღერებით და მე რასაკვირველია შევჩუკი. სიამოვნებით მიულოცავ, ვიყავი კონცერტზეც, ძალიან ვისიამოვნე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ტექსტის კულტურა, რაც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. მეორედ იყო ესეთი კარგი კონცერტი, პირველად იყო ეს ბორის გრებენშიკოვის კონცერტი და ეხლა იური შევჩუკი, სადაც ეს ტექსტის культура შერწყმული არის სიმღერასთან და максималურ სიამოვნება მივიღე, სიამოვნებით ულოცავ მას დაბადების დღეს და ყველაფერს საუკეთესო სურვილს. Когда он собирался поехать в Грузию, он мне задал такой вопрос, говорит: "Шура, он меня всегда Шурой зовет. А как ты думаешь, меня там знают?" Я ему сказал, говорю: "Парень, у тебя что-то с головой." И как вы видели, вот 2 дня концертов было, зал просто пел его все тексты. И что удивительно, он пел, ну, можно сказать, совсем новую песню. 180 сантиметров назад этой песни даже года еще нет, которую он посвятил самому дорогому и святому в его жизни, то, что сейчас есть, маме. И народ ее тоже пел. Сантиметров назад над нашей бренной землей гнал лошадей непокорный отряд, закован медной броней. Вот это было очень приятно, так что с днем рождения Юлиана Юлиановича, дай Бог ему здоровья, счастья, творческих успехов и новых композиций, которые нас будут радовать всегда. И лампа догорела в пыли, да на верном столе. ეს ის ადამიანები, ვისაც შეუძლია თავისუფლად გამოთქვას აზრები. ის არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან, ეს მუდმივ ოპოზიციაში მყოფი ადამიანია. მე ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი თავისუფალი ადამიანი ჩემი მეგობარია. Время выключить свет. Выключай свет. Вы знаете, на первом концерте мы выключили свет, и никто даже не шелохнулся, потому что вы привыкли. И даже шутка не удалась. Когда Грефа почесали, думаю, да. Такой теплоты я вообще еще нигде не встречал в своей жизни. Я много объездил городов и стран, и видел много чего, но такого тепла я не встречал нигде.
вы разрезали этот торт, поскольку все ждут десерта. Я вообще этого не заслужил приема, честно говоря. Публика хорошая, умная, самое главное. Концерт был хороший. Спасибо Батон Авто, что вот они нас пригласили, что действительно есть люди, которые, я вам хочу сказать, вот пытаются вот напомнить нам друг о друге. Мы тут же согласились, конечно. Ребята, я очень надеюсь, что все будет действительно хорошо. Что не только ум, а еще и сердце, потому что Грузия – это сердце. Грузия – это сердце, это не только ум. Вот во многих странах только ум есть, а в Грузии есть к уму еще и сердце. И вот это очень важно, ребята. Важно быть людьми. Ну, поехали. И я думаю, что действительно все будет хорошо. საქართველოში პირველად იხსნება ფილატერისტული მაღაზია ქართული მარკა. ამის შესახებ უფრო დაწვრილები ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. დიზაინერთა ჯგუფიდან არის ბატონი ბადურ ხობლიანიძე. აი ბადური აქ გახდა. აუმარჯოს, აი ეს არის ერთ-ერთი ძლიერი. ასაფეში დრამის გამოაცხადოს. ეხლა ყოველ შემთხვევაში არის ჯგუფი ჩამოყალიბებული თქვენ რომ ძალეთ იმას ვამბობ. ყველას არ შეუძლია მარკის გაკეთება, ამიტომ არის რაღაც აპრობირებული სიტუაცია. არის ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამაზე. თემა თავისუფალია. ნუ მარკა არის სახელმწიფოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი და სახე. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია რომ თბილისში ეს ცენტრი გაიხსნა, სადაც ქართული მარკის შეიძლება ითქვას მართლა ცენტრი იქნება, არა მარტო გაყიდვა მოხდება ქართული მარკების, არამედ იქნება სრული კომპიუტერული ინფორმაცია, შესაბამისი ვებგვერდი, 10 წლის ისტორია აქვს ქართულ მარკას და იგი აუცილებლად კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. 400-მდე სახეობის ქართული მარკაა დღეს გამოშვებული. ეს საინტერესოა როგორც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ისე ფილატერისტური სამყაროსათვის. ეს ყველაფერი უკავშირდება ფინანსებს. რაც არ უნდა ფოსტამ და რაღაცა მოახერხოს და აგვეხმაროს, რაც არ უნდა სამინისტრომ. ეს კიდე არის მომენტი როგორ იცით, რომ ეს უნდა იყოს მზად, უნდა ქონდეს პროდუქცია ისე და იმ ხარისხში. გარდა ამისა, უნდა იყოს კიდევ სურვილი დიდი. ეს ყველაფერი თანხმედრა ამისი, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ხდება, თორე ის რაც მკაცრი ბრძანებით კეთდება და ცოტა, ასე ვთქვათ, დაჩქარებით, იმის შედეგი მე ჯერ кайხანია, ჯერ კი არა, მე მგონი არც მინახავს და ამიტომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ჯობს ხარისხში და ერთხელ და სამუდამოდ. მე ესეთი პრინციპით მუშაობ. აი, რა არის საერთოდ მარკა? ეს ერთი სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანია. როდესაც მარკა გამოიცემა სახელმწიფოში, ესე იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება გამოსცეს მარკა. და რას წარმოადგენს მარკა, რისთვის გამოიყენება? მარკის ძირითადი დატვირთვა დანიშნულება არის საფოსტო გზავნილების გადაგზავნის ღირებულება, ანაზღაურდება მარკებით. ეს არის პირველი მისი ძირითადი დატვირთვა. მეორე დატვირთვა არის როგორც ყველა სფეროში, ასევე მარკების და პოსტის სფეროშიც არსებობს ფილატელია. არის ფილატელისტები, რომლებიც დაინტერესებული არიან მარკებით. წერილი, როდესაც იგზავნება საქართველოსთან, ის მიდის სხვადასხვა ქვეყნებში და ამ მარკის მეშვეობით ხდება ქვეყნის წარდგინება. აი მარკაზე ასახული არის ცნობილი პიროვნებები ქვეყნის წარსული, აწყო, მომავალი, კულტურა, სპორტი, ხელოვნება, აი მრეწველობა, განათლება და ასე შემდეგ. აი ამის წარდგენა ხდება საზოგადოებთან და ამის გამო მარკას სოფლიოში
უწოდებენ ქვეყნის სავიზიტო ბარათს. ძველი კინოსტუდიის პავილიონში კავკასიის ალტერნატიული მუსიკის ერთდღიანი ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი საქველმოქმედოა და მას თანამედროვე ხელოვნების ცენტრი და ლადო ბურდული წარმოგვიდგენს. აი ამ დიდი ჭიშკრის უკან იმართება ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით მესხლები ბრუნდებიან გაზაფხულზე და მოდი ახლა შევიდეთ და გავუსაუბროთ მონაწილეებს. რას ფიქრობენ ამ ფესტივალზე? ახალგაზრდა ინტელექტუალური პოტენციალი ახალგაზრდა რომელიც გადის საქართველოსთან ქვეყნიდან რომ უბრალოდ იმის შეჩერების საწინააღმდეგო კონცერტი არის ის რომ ფესტივალის იდეა ეგ არის რომ არ წავიდნენ ახალგაზრდები დააშენდა აქ მოღვაწეო ბევრი სტუმრები არიან აი ერევნიდან არიან ნაგერ ბაქოდან არიან იქეთკენ ქუთაისიდან არიან იქეთკენ და ასე შემდეგ Круто, что в Закавказье, в смысле, проводится фестиваль Закавказья, в смысле, тем более с таким слоганом, как «Мир на Кавказе». Круто, потому что, в принципе, если как бы одна из закавказских стран в этом плане будет подниматься, то, естественно, за ней будут подниматься и остальные, и Азербайджан, и так далее. ყველა ადამიანს თავის გემოვნება აქვს და ყველა უსმენს იმას, რაც მოწონს რა. ძალიან მოწონს აქაურობა და მე მგონი ძალიან კაი ჯგუფები გამოვა ეხლა. ძალიან მაგარი ჯგუფი, რომელიც არის ფესტივალის აღმოჩენა, მაგრამ ეს არის კულტურის ჯგუფი, ესეთი ენერგია არ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ მაგა დასწრებს. შეიძლება, მაგრამ კაია. ძალიან ბევრი წეკვებ. კი. შენ მოგწო? It's right! გამოდიან ახალი ჯგუფები რაღაცა და რა არის ეს საჭიროა რა. აი ამ ფონზე, ამ აფსის ფონზე რაც ხდება. ესეთი ფესტივალები უნდა იმართებოდეს რა. ნუ როგორც სირე წელიწადში ორჯერ. ეს არ არის ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.